ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე მარია მუგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ასევე ვისაუბრებთ ვაშინგტონში მისი ვიზიტის შესახებ. მოგიყვებით, რას ნიშნავს არაღიარების პოლიტიკა და რას მოუტანს ის საქართველოს. გადაცემის ბოლოს კი ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და მისი აღმასრულებელი ბრძანებების შესახებ ვისაუბრებთ. ამერიკას გამორჩეულად აქტიური პოლიტიკური კვირა ჰქონდა. ქვეყანას ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. ინაუგურაციაზე, რომელიც უპრეცედენტო სიცივის გამო დახურულ კარს მიღმა კაპიტოლიუმის შიგნით შედგა, მაღალი რანგის მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო. ამერიკის ხმას საშუალება ჰქონდა მას აქ ვაშინგტონში ყოფნისას შეხვედროდა და მისი ვიზიტის, ასევე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან. ქალბატონ სალომე, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოდით დავიწყოთ იმით, როგორ ჩაიარა თქვენმა ვიზიტმა, ინაუგურაციას დაესწრით, მაგრამ გქონდა შანსი რომ შეხვედროდით ტრამპის ადმინისტრაციის წევრებსაც, მცირეხნიანი, თუმცა მაინც შანსი. რა იყო თქვენი მთავარი მესიჯი და გზავნილი მათ? პრაქტიკულად ყველა კაბინეტის ახალ მინისტრებს შევხვდი, ძალიან ცოტა ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ ეს იყო იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო, ვთქვათ, გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, მაგრამ მაინც იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს ის, რაც ხდება საქართველოში, რამდენად საგანგაშო იმ რეგიონში, რომელიც არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, თუ არა მთავარი პრიორიტეტი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ იქვე არის შავი ზღვა, იქვე არის სტრატეგიული ახალი პროექტები და ამდენად და ის ქვეყანა, რომელიც 30 წლის მანძილზე იქნა ამერიკისთვის მისი დახმარების ერთ-ერთი ობიექტი, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც per capita, ანუ თითო ადამიანზე მიიღო ყველაზე დიდი დახმარება პრაქტიკულად ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. და ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს და საჭირო არის და ეს იყო ჩემი გზავნილი, საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს დღეს საქართველოში, ერთის მხრივ რეპრესიები, რომელიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმი არის და მიყვება რუსეთის მოდელს და არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე რაღაცა მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც ალბათ უნდა ძალიან სერიოზულად აინტერესებს და აღშფოთებდეს ამერიკას. ვაშინგტონში ვიზიტამდე თქვენ ევროკავშირში იყავით, ევროპარლამენტში იყავით, ევროპაში გქონდათ ვიზიტები, ასევე თქვენ პარიზში იყავით, შეხვდით მაშინ იქ მაკრონსა და ტრამპს. სწორად მესმის თუ რომ თქვენი მთავარი მიმართულება, ასე ვთქვათ, ეხლა არის საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა და თუ ეს ასია, ცოტა მეტი გითხარით, აი რა მიმართულებით მუშაობთ? თავარი არის, რომ საქართველოს იზოლაცია არის ჩვენი ამ დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველოს დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე, პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის რისთვისაც, რაც საქართველოს მოსახლეობას რეალურად ოცნება იყო ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდებლობის შემდგომ და ამდენად ჩემი როლი როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ხვალინდელ ჩვენ ეკონომიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენ ყველა პარტნიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ უფრო კიდევ დაეხმარონ საქართველოს.
ქართული ოცნების ლიდერები არ მალავენ, რომ იმედი ჰქონდათ, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა, საქართველოსადმი პოლიტიკა შეიცვლებოდა. თქვენ პირადად ჰქონდათ შანსი, რომ ინაუგურაციას დასწრებოდით და მისი კაბინეტის წევრებს გასაუბრებოდით. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ტრამპის ადმინისტრაციისგან და რა იქნებოდა თქვენი სასურველი პოლიტიკა ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი? ჩემი მიზანი აქ არ იყო რამესი გადალაგება. და არ ვთვლი რომ საჭირო იყოს გადალაგება, ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის რაც იყო 30 წლიანი პოლიტიკა, სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობისგან ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი ამ რეგიონის, ასე ვთქვათ და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის. და ბოლო კითხვა, რა კონკრეტული გეგმით ბრუნდებით საქართველოში თქვენ სამოვალ გეგმების შესახებ გითხრათ? გეგმებზე არასოდეს არ პასუხობ, იმიტომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცავს. გეგმა არის რომ არჩევნები შედგეს, ეს არის ყველასი მოთხოვნა. ჩვენ მუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე. თუ კი იმის მოხდება, როგორც ვამბობდი ახლა, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ სხვა გზა არ ექნება, თუ არა თვითონ ჩამოიშლება და ყოველ შემთხვევაში ორივე მხრივ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში პარტიების მოვალეობა, უფრო ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი, ასე ვთქვათ და მომავალი სტაბილურობის ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში საკმაოდ დატვირთული იყო. ინაუგურაციაზე დასწრების გარდა ის წინა საინაუგურაციო მიღებას დაესწრო და ამერიკის უკვე მოქმედი მთავრობის წევრებსაც ესაუბრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უმასპინძლეს ატლანტიკურ საბჭოსა და ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტშიც. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვიზიტს ჩემი კოლეგა ანი ჩხიკვაძე შეაჯამებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიწვევით იმყოფებოდა. ვაშინგტონში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილს შანსი ჰქონდა დანიშნამდე ესაუბრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და შეხვედროდა სენატში საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე სენატორებს, მათ შორის დემოკრატ ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ როჯერ ვიკერს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ასევე რამდენიმე კვლევით ორგანიზაციაში სიტყვით გამოვიდა, მათ შორის ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ხართ, ქალბატონო პრეზიდენტო, რათა გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე ყოფნა. გთხოვთ იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიღებთ ინსტიტუციურ პოზიციებს და არაპარტიული ორგანიზაცია ვართ, ჩვენ თქვენს მხარეს ვდგავართ. We're on your side. ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თბილისი ურთიერთობების დალაგებას ვაშინგტონში ახალ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან აპირებს. სანქციებს კი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკად განიხილავდნენ, თუმცა ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა ორპარტიულია. ვფიქრობ ძალიან დროული და ჭკვიანური იყო მისი ვიზიტი ვაშინგტონში ინაუგურაციის პერიოდში. ძალიან ცოტა ევროპელი ლიდერი ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების დამყარებას ისე აქტიურად, როგორც მან გააკეთა. საქართველოს პრობლემების საბოლოო გადაწყვეტა ქვეყნის შიგნიდან უნდა მოხდეს. დასავლეთის მხრიდან მანევრის შესაძლებლობა შეზღუდულია. გარდა იმისა, რომ შესაძლოა ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი სანქციების სიას დაემატოს, ამერიკის წინა და ამჟამინდელი ადმინისტრაციები გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებენ ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. ვფიქრობ, ქართული ოცნების პარტიის შიგნით ყველასთვის არ არის ნათელი ამ ნაბიჯების რეალური შედეგები. ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება დასავლეთთან წვდომა, უვიზო მოგზაურობა და საფრანგეთში შოპინგი. სამწუხაროდ ეს შედეგები გავლენას იქონიებს რიგით მოქალაქეებზე. თუმცა იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ პარტია და რეჟიმი უფრო მყიფეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან ძლიერი გამოსვლა ჰქონდა. მან კონკრეტულად წარმოაჩინა, როგორ უნდა მიუდგეს პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს. ეს მისი მთავარი უპირატესობაა, რაც ამ გამოსვლაშიც კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობის მართალია. ამ ეტაპზე კრიზისი შიგნიდან უნდა განვითარდეს ისე, რომ რეჟიმი მთლიანად ჩამოიშალოს. თუმცა, როდის მოხდება ეს ძნელი სათქმელია. შეიძლება ეს ერთ ღამეში მოხდეს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა. ან შესაძლოა გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს.
ამ დროისთვის ყველაფერი გაურკვეველია. ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ღელავენ საქართველოსა და რუსეთის გავლენის შეკავებაზე საქართველოში. მაგრამ ასევე არიან ისეთებიც, ვინც ძირითადად შიდა საკითხებზე არიან ფოკუსირებულნი. ამიტომ ადმინისტრაციის შიგნით იქნება დისკუსია იმის შესახებ, როგორ უნდა მიუდგნენ საქართველოს. About how to approach Georgia. ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ ჯერ უცნობია თუ ზუსტად რა ფორმას მიიღებს ტრამპის პოლიტიკა რეგიონის მიმართ, თუმცა იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები, დიდწილად საქართველოში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავს. ანიჭ ხვიკვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიმართ გამოყენება სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მოწვევით იმყოფებოდა. ვილსონი კონგრესში საქართველოს შესახებ წარდგენილი აქტების ავტორია. ისინი საქართველოს მმართველი გუნდის წევრების დასანქცირებას და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნას ათეულობით ამერიკელი და ევროპელი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი უერთდება და დემოკრატიულ სამყაროს ქართულ ოცნებასთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ყოფილ დიპლომატებს ესაუბრა და მათგან მოისმინა რას ნიშნავს არაღიარების პოლიტიკა, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე და რას მოუტანს ის საქართველოს. ამერიკელი ყოფილი დიპლომატები ხსნიან, რომ რომელიმე ქვეყნის არჩევნების შედეგების ან მის საფუძველზე დაკომპლექტებული მთავრობების არაღიარება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ხანგრძლივი დისკუსიების საფუძველზე რთულად მისაღები პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებაა. თუ ეს მოხდება, მათი აზრით ვაშინგტონის მაგალითს ევროპული ქვეყნებიც მიჰყვებიან. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა არ აღიარებს მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად და რომ სხვებიც ასევე მიიჩნევენ. ვარაუდობ, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია, განგრძობითი გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე. საქართველოსთვის შედეგად გარკვეული დონით იზოლაცია დადგება. ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანასთან ან მთავრობასთან ამერიკის არსებული ურთიერთობის შედარება საქართველოში დემოკრატიის მომხრე პროდასავლელი აქტივისტების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს და ისინი ზედმეტად არ უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, იქცევა თუ არა ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პოლიტიკად, რადგან მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ამ დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების დაყენება, სანქციებით იქნება ეს თუ სხვა ზომებით. არ მინდა საქართველოს დემოკრატიის საკითხი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს და მჯერა რომ გაიმარჯვებს, იმის სინონიმად იქცეს ექნება თუ არ ექნება ამერიკას საქართველოს მთავრობასთან რაიმე ურთიერთობა. მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას. ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს უჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ეგრეთ წოდებული მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის, მაგრამ მინდა მაყურებელს მოუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე. ანალიტიკოსები ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მთავარი ის აქცენტია, რასაც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი სამაგალითოდ უსვამს ხაზს, ის რომ დემოკრატია საქართველოში არის ამერიკის ინტერესი და რომ არჩევნებს არასამართლიანად და არადემოკრატიულად ქართველი ხალხი მიიჩნევს და მოქმედ ხელისუფლებას აღიარება სწორედ მისგან არ აქვს. არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე უკვე ამდენი კვირის განმავლობაში აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც დარწმუნებული ვარ გააკვირვა ქართული ოცნება და ალბათ მოსკოვიც. საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია. ქართული ოცნების მთავრობა, როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწოდინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, მასზე დამოკიდებული გახდეს.
დახმარების და მაღალი რანგის შეხვედრების შეწყვეტა კი ყოფილი დიპლომატების აზრით შესაძლოა სამართლებრივად იგივე არ იყოს, მაგრამ ეს ნაწილობრივ დე-ფაქტო არ აღიარებაა და მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანას შესაძლოა მზარდი იზოლაცია ემუქრებოდეს. გადაცემის ბოლოს კი ამერიკის სიახლეებზე ვისაუბრებთ. უკვე ქვეყანა ერთი კვირაა ახალი დღის წესრიგით ცხოვრობს. შტატების 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს აღმასრულებელ განკარგულებათა რეკორდულ რაოდენობას მოაწერა ხელი. მათ შორის ბევრია ისეთი, რომლებსაც აღსრულებამდე ჯერ სასამართლო პროცესების გავლა მოუწევს. ინაუგურაციის დღესვე ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას და 99 ხმით ის ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელად აირჩია. რა გადაწყვეტილებები მიიღო პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალური ოფისიდან და როგორი იყო მისი ადმინისტრაციის პირველი კვირა. ჩემი კოლეგა მაია ქვარცხავა მუშაობდა თემაზე. I, Donald John Trump, do solemnly swear. საპრეზიდენტო ფიცის დადებისთანავე ამერიკის 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დახპირდა, რომ ქვეყანაში საღაზრს დააბრუნებს და შეასრულებს საარჩევნო დაპირებებს, მათ შორის შეზღუდავს უკანონო იმიგრაციას. ხელს აღმასრულებელ განკარგულებებს მოვაწერთ. უპირველეს ყოვლისა გავიწევ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ 80-მდე დესტრუქციულ და რადიკალურ აღმასრულებელ განკარგულებას. იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით გამოცემული რამდენიმე ბრძანება გულისხმობს არამარტო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე და იქ შეიარაღებული ძალების განლაგებას, არამედ სასაზღვრო კედლების მშენებლობას, იმიგრანტებისთვის თავშესაფრის მიმნიჭებელი პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ბავშვების ნაწილისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას. ზოგიერთი მათგანის აღსრულების საკითხი მეორე დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკის შტატების თითქმის ნახევარი შეუერთდა ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარს ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევის წინააღმდეგ. კიდევ ერთი შესრულებული დაპირება. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში დაბრუნებისთანავე ტრამპმა შეიწყალა 1500-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებიც 4 წლის წინ 6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის დამტკიცების პროცესის დროს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო გაასამართლეს. დანარჩენ ბრძანებებს შორის, რომელთაც ტრამპმა ხელი იმავე დღეს მოაწერა, იყო ამერიკის საერთაშორისო დახმარების შეჩერების განკარგულება, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების ბრძანება. ამ შეთანხმებიდან გასვლით $1 ტრილიონ-ზე მეტს დავზოგავთ. გადაწყვეტილებებს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციიდან გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება სურს. ჯანმო კრიტიკულ როლს თამაშობს მსოფლიოს ხალხთა, მათ შორის ამერიკელთა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს რა თქმა უნდა სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია. ის უნდა მივიღოთ და საქმე გავაგრძელოთ. წამს, რომ პარიზის შეთანხმებამ გაზარდა ცნობადობა ერთობლივი ქმედების აუცილებლობაზე. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხელისუფლება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ორი ომის ფონზე გადაიბარა, ხაზი მშვიდობის დამყარებას გაუცვა. We will measure our success. საკუთარ წარმატებას არა მარტო მოგებული ომებით გავზომავთ, არამედ დასრულებული ომებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არ ჩავერთვებით. დაოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ გლობალურ ელიტასაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით ტრამპს უნდა, რომ ნატოს წევრთა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაიზარდოს, რასაც ალიანსის ნაწილი ამ ეტაპზე რთულად განსახორციელებლად თვლის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პასუხად თქვა, რომ ევროპა მოკავშირისგან მსგავს ინიციატივას მხოლოდ უნდა მიესალმებოდეს. ანალოგიური პოზიცია აქვს კაია კალას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ევროპის წარუმატებელი ინვესტიცია სამხედრო შესაძლებლობებში აგრესორს სახიფათო სიგნალს უგზავნის. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლისას ხაზი მშვიდობის აუცილებლობას გაუსვა. მშვიდობის გარეშე ძლიერ ერად ყოფნა რთულია. რთულია აყვავებულ უკეთეს ქვეყნად ყოფნა. მაგრამ მისი თქმით კონფლიქტის თავიდან აცილება არასდროს მოხდება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე. არასდროს მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე და ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობების ხარჯზე, რაც როგორც ერთს და როგორც ხალხს გაგვაჩნია.
ახალ როლში პირველი საერთაშორისო შეხვედრა რუბიომ ქვათთან 4-მხრივი უსაფრთხოების დიალოგის მონაწილე ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის საგარეო უწყებათა ლიდერებთან გამართა. ბლოკის მიზანია დაუპირისპირდეს ჩინეთის ეკონომიკურ და სამხედრო ამბიციებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაია ქვარცხალა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას. ხედვა ვაშინგტონიდან მე, მარია მუგრეხელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, თქვენ კი ჩვენი გადაცემებისა და ანალიტიკური მასალების ნახვა, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikiskhma.com. შემოგვერთით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.